We are implementing these rules and this law on behalf of ჩვენ ამ წესებს და კანონებს მშობლების სახელით ვიღებთ, რომლებსაც სურთ და ეკუთვნით უკეთესი დაცვითი მექანიზმები თავიანთი შვილებისთვის ონლაინ სივრცეში. გსურს ბავშვებმა ჯერ თავად გაიგონ ვინ არიან ისინი, ვიდრე პლატფორმები განსაზღვრავენ მათ ვინაობას. ამიტომ მინდა მკაფიოდ აღვნიშნო YouTube-ის შესახებ. შეუძლებელია უგულებელყოთ მტკიცებულება, რომლის თანახმადაც 10-დან 4 ავსტრალიელი ბავშვი აცხადებს, რომ მათთვის მიყენებული უკანასკნელი ზიანი YouTube-ზე მოხდა. მე არ შევუშინდები იურიდიულ მუქარებს მაშინ, როდესაც ეს არის გულწრფელი ბრძოლა ავსტრალიელი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩართულობის სურვილსაც შემსგვერდით მდგომ მშობლებს ტრაგიკული მიზეზები ანიჭებ. არ არსებობს პრობლემის იდეალური გადაწყვეტა ახალგაზრდა ავსტრალიელების ონლაინ დაცულობისთვის, მაგრამ სოციალურ მედიაში მინიმალური ასაკის დაწესება მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ეს ჩვენი პოზიციაა. სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული თუ თავად რას გააკეთებენ ისინი, მაგრამ მე ვიცი იმ საუბრებიდან, რაც სხვა ლიდერებთან მქონია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ამ საკითხს და მსჯელობენ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური მედია ახალგაზრდებზე საკუთარ ქვეყნებში. ეს საერთო გამოცდილებაა. ეს მხოლოდ ავსტრალიის გამოცდილება არ არის.